მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის პარასკევი დღე, როგორც გითხარით, ძალიან მალე დაგიბრუნდებით თქო, დაუბრუნდით კამბექით ისევ, როგორც ყოველთვის საგიჟეთი გვაქვს და გიჟური მზადებები. ეხლა ორი წუთით ჯერ ჩემს ავტომობილზე მოგიყვებით, რაღაცებს განახებთ. როგორც იცით და გითხარით, ძრავისთან დაკავშირებით, რაღაც პატარა დეტალები ქონდა, ეს არის ჩვენი სათადარიგო ძრავი. ეთყობა რო აქ ნახეთ, იმდენად გადიდებული არ არის შემშვებ-გამშვებები, ანუ მაქსიმალურად სტანდარტული დეტალებისგან არის ეს ძრავი აწყობილი. ერთადერთი რკინის სადები, პრაკლატკა ეგრეთ წოდებული და ბოლტები აქვს დააპდეითებული. დანარჩენი სრულიად ყველა დეტალი ამ ძრავში შიგნით ღერძიც, პორშინით, ჩატუნით, რასპედლებით, ყველაფერი აბსოლუტურად არის სტოკი. ჩამოგვივიდა Samsung-ას სეკვენტალის კბილანები, რომელიც დაგვიზიანდა. აქ ხა ამ ყუთში დევს გაფუჭებული კბილანები. ესენი არის გაფუჭებული კბილანები. ახალი კბილანები გუშინ ღამე ჩვენმა ზუკიტომ აგვიწყო. აქ გუშინ ღამეს კი აქ ვიყავით. ანუ იქაც ლილოშიც ვართ, აქაც ვართ, ყველგან ვართ მოკლედ. ხო, გუშინ ვივარჯიშეთ, მე აქ წამოვით, ეს დავაწყეთ. რაღაცები აქაც წინ წავიგდეთ, ესე ვთქვათ, საქმე. რომ ხვალ და ზეგ უკვე კინგოდ შეჯიბრია, ანუ შაბათს უკვე კვალიფიკაციას ოფიციალური დღე არის, დღეს ოფიციალური ვარჯიშებია და ეხლა როგორც გითხარით, აქედან იქით გავრბივართ და კვირას უკვე ფიზიკურად აქ აურობისთვის ვეღარც მოვიცლით. დღესღამე გვინდა რომ აქ დავუბრუნდეთ ისევ და ჩემი პირველი დრიფტ კარი გარედან შევალამაზოთ გვინდა. ანუ ვიყიდეთ უკვე წინა კრილოებით, თავსახუფით, ანუ კაპოტის ახალი ფიბერის, უკანა კრილოების გვაქვს ახალი, უკანა ტრაკით. დღეს ახლა როგორც გითხარით, დროში რომ მაგრად ვაგვიანებთ, უნდა გავიქცეთ, რომ მოვასწროთ ვარჯიში, ზუკამასამეც და მე დღესღამე ისევ აქ უნდა დავუბრუნდეთ და იმედი მაქვს, რომ დილის 6 საათამდე ყოფნა არ მოგვიწევს და დღეს მალე წავალთ სახლში, რომ ხვალ ესე ვთქვათ გამოძინებულები და ენერგია მოკრეფილები ვიყოს. ხო, მოკრეფილები, ენერგია მოკრეფილები, ენერგია მოზღვავებულები. გუშინ შევცვალეთ ამ ავტომობილზე გადაცემაც, ხიდით. დავაყენეთ მოკლე ხიდი, ახლა 2.91 დავაყენეთ, იმიტომ რომ 2.35 იყენა და ძალიან გრძელი იყო, დაახლოებით 140 ტრიალები და ბრუნი ხონდა მეორე სიჩქარეში. ახლა დაახლოებით 90-100 იქნება ბრუნი და ბევრად უფრო ანუ ის იქნება, რეზვი იქნება რა, ანუ უფრო ჩქარი და ესე ნელ-ნელა მივიწევთ წინ რაღაცეებზე. როგორც ყოველთვის ძალიან არეულობაა ჩვენთან გარაში, მაგრამ მალე დავლაგდებით. მოდი აქ ვანახოთ. აი ეს ნოდარი შეფუთა და აქედან ვანახოთ, ანუ წინიდან როგორი კარგი გამოვიდა. აუ რა შეუფუთია ჩე. მთელი გული შეუფუთია, ესეთი გამოვიდა. მშრალი კარტერი, ანუ სუხოი კარტერი, დრაისამპი, რომელიც დადგა მანქანაზე და არის იდეალური. მოკლედ, ეხა უკვე უნდა გავიქცეთ ლილოში და რაღაც კადრები შემოგთავაზებთ უკვე ლილოდან ჩვენ ვარჯიშებს და ცოტას კიდე იქაურ ამბებზეც რაღაცებს მოგიყვებით. აბა დროებით, ეხლა გავიქეცით ლილო არენაზე, იმიტომ რომ 3-15 წუთია და სულ რაღაც 3 საათი დაგვრჩა ვარჯიშამდე, 6 საათზე ტრეკი იკეტება და წავედი. Ferrari და Mercedes. Ferrari-ზე გადახვედი, ხო? Ferrari და Mercedes.
მოვედით, მოვახციეთ ლილო არენაზე. ვივარჯიშეთ საკმაოდ ნორმალურად. ყველაფერმა. ეხლა სამწუხაროდ საწვავი გაგვითავდა და ვეღარ ვაგრძელებთ ვარჯიშს, იმიტომ რომ ვერ ვასწრებთ, ცოტა შორს ვიწევთ წასვლა საწვავზე. ბიჭებსაც ნახე რა ცოტა ქონდა და ვერავისგან ვერ ვისესხეთ საწვავი. როგორც გითხარით, ჩემი 36 რომელსაც უყავს თხოვნი, გავმართეთ, ესე ვთქვათ, მანქანა დადის. გუშინ როგორც გითხარით, ხიდი შევწვი, კი არა, დღეს დილით როგორც გითხარით, გუშინ ღამე ხიდი შევცვალეთ თელი ამბები. ასე თუ ისე, ეხა გავიარე იმ ავტომობილითაც და მორგებული არის, ესე ვთქვათ, ტრასაზე ისევა კარგად. ჩემი ავტომობილიც იდეალურ ფორმაშია. სამწუხაროდ კოლოფი ისევ გაგვიფუჭდა, ისევ პირველ სიჩქარეში. ანუ ისევ პირველ სიჩქარეში აქვს ხმა კოლოფს, გადაცემათა კოლოფს. ალბათ დღეს და ხვალ დავწოვებ და ხვალ ღამე ისევ დავაყენებ ახალს, უკვე მე-11 გადაცემათა კოლოფს ვაყენებ და ყველა თითქმის ეხა ბოლო მე-4 კაროკარი ყველას აქვს პირველ სიჩქარეში ხმა და ძალიან არ მიყვარს ხოლმე და მაშინებს ესე ვთქვათ მანქანას რომ რაღაც პრობლემა აქვს, სულ ნერვიულობ იმაზე რომ არ გაფუჭდეს და ამიტომ პრობლემები მაქსიმალურად ყველა უნდა მოვაგვაროთ და მოვიდეთ პრობლემების გარეშე. დღეს ძალიან მაგარი კადრები გადაიღო გურამამ დრონით, ამ ყველაფერს ნახავთ, მაგრამ მე ისევ დაამტვრია დრონი. აბეს დავეჭახე, სტოლბას კი არა. ხო და ეხა 4 სტოლბა ხო არის? 1, 2, 4 ხო არის? ამ სტოლბაზე არის კაბელები გამული და იმ კაბელს დაეჯახა ჩემი. არა უშავს. არა უშავს, მოკლედ ამ ყველაფერსაც გამოვასწორებ. მთელი შემართებით და მთელი ძალებით ხვალ და ზეგ ვიბრძოლებთ მხოლოდ გამარჯვებისთვის, მეგობრებო და გამოიწერეთ ჩემი არხი, დააკომენტარეთ ჩემი ვიდეო. მინდა მოვიგო გიორგი კოდუას დრიფტკარი, ოღონდ ეს დაწერეთ ერთად ჰაშტაგით, რომ იყოს გადაბმულად, რომ პროგრამა მარტივად ამოარჩიოს. ცალ-ცალკე რო წერთ ხოლმე და შუაში რაღაცებს ამატეთ ან სხვადასხვა რაღაცებს რო შვებით, ესე ვერ ამოარჩევს, ესე ვთქვათ, პროგრამა და ვერ მიიღებს თქვენი კომენტარი მონაწილეობას გათამაშებაში. ამიტომ ერთიანად დაწერეთ, მინდა მოვიგო გიორგი კოდუას დრიფტკარი, რომ შეძლოთ ჩემი ავტომობილის მოგება. აბა დროებით და ძალიან მალე დაგიბრუნდებით. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 25 მაისი, King of Drifts მეორე რაუნდი. უკვე ავტომობილები შევიყვანეთ შიგნით მოსამზადებლად, მაგრამ ნახეთ აქ ადგილი როა თავისუფალი, უცბად მეთქი საბურავი შეცვალეთ, იმიტომ რომ პირველივე გარბენი არის ჩემი. იქიდან გამომდინარე, რომ კვალიფიკაციაზე დავიკავე პირველი ადგილი გუშინ 92 და რაღაც ქულა მქონდა. აი ეს რაღაც არ მახსოვს, მაგრამ 92 მახსოვს. კი, უეჭველი. და ეხა ჩაომომასწინა, იქით ბიჭებს ნუ გვაწვალებოთ, ყველა მეძახეს რადგან ახლებიო, მაგრამ მინდა, იმიტომ რომ მე უგრძნობ მანქანას და არა ჩაო. ხო ეგრეა მაგიო. წამო, აქ ჩემი ადგილი არის, როგორც გითხარით და სებასტიან მალეხენი და ზუკიტო 1-9 იყოს, მე რამდენი? 2-2. დაუშვი ის 2-ზე და ეგ არის. გაცფა, აიწია პროსტა, ალბათ 1-9 იყო გუშინ. გივის? ო, გამიხეთ შეჭრე. ხო, მოკლედ, ჩემს ავტომობილს ჯერ ვერ ნახავდით ამ კადრამდე და ახლა უკვე ნახავთ ჩემ ავტომობილს, როგორი გამოიყურება. შევღებეთ გუშინ წინ ღამე, ესე ვთქვათ, რკინის ღობის საღებავით შევღებეთ ავტომობილი და იმედია მოგეწონებათ, იმიტომ რომ დრო არ გქონდა და შემდეგში კიდე უფრო შემდეგისთვის კიდე უფრო გავალამაზეთ. ეს ფენდერები დღეს მოგთხოვეს და დაგვაყენებინეთ რეგლამენტიდან გამომდინარე, რადგან საბურავი ძალიან გამოწეული არ უნდა იყოს ბაზიდან, ესე ვთქვათ. ნახე როგორ ჩაჯდა ეხა ესენი უცბად მივაყენეთ და იმას ვიზავთ. ხვალ ნოდოს დაბადების დღეა ჩემი ძმის, ამიტომ ხვალ ვერ დაუბრუნდებით სამუშაო გრაფიკს და ზეგიდან უკვე უნდა დავიწყოთ ისევ და ისევ მანქანების მზადება იმისთვის, რომ შემდეგ შაბათ-კვირას საქართველოს ჩემპიონატის მეორე რაუნდია და იქაც მხოლოდ გამარჯვებისთვის მინდა რომ ვიბრძოლო. ზუკიტო მითხოთ რა უნდა და რაო ზუკიტო? ეს ამას ხადო არას მასორეთ რა. ვის? მათე შეჭრე. ხო. ნეიდონი ორი საკეთას მასორეთ. ჩვენმა ხო, ჩვენმა და აკ. ნეგოუსტიკერე. ხო, შედაუსტიკერე. გაგიჟდე, არ უთხრათ. არა რა უნდა. აუ გაგიჟდე მაშე. აუ ამან იმენა მათეს ერთადერთი სპონსორი ყავს და
კაი, არ დაიმასნა, ხო, ახ, მათეს მაგარი გაიყადავენ. მათე, ახლა შეგისრულა ზუკიტონე მე. წარე წერტილში დაარტყა. მათე 4-ზე გადაგიბერე როგორც მითხარით, სად არის? ხო. ძალიან გადაობელია. მე ვდგები. ხო და მოკლედ წამოდი დავათვალიერებინოთ მაყურებელს ტოპ 32 ეს მათე როჩიკაშვილის ავტომობილია. ჯაბსონა დაგვიბრუნდა BMW-ი, Subaru-ი არა. ეს გიორგ ზელაშვილის მანქანა არის. ესეც ძალიან ლამაზად გამოიყურება. ეს რუსლან მამედოვია თუ რაღაც მსგავსად არ შევწდე. ზუსტად არ მახსოვს. ეს რაუმან ხაიტოვის ავტომობილია. ხელი არ შეუშალო. ეს შალვა ჩვენი ძმა და იქით ევა. ეს სამი არიან ერთ გუნდში და ჩვენი კონკურენტები არიან, როგორც კირვალა მათე და ვინ არიან კიდე? ჭეიშვილი. სამი ძლიერი გუნდი ვარ. გულებით ჯერ ჯობ. ჯერ ხო? ჯერ. ხულებ ჯერობით ამ დღის ბოლოს შევინარჩუნებთ ისე უპირატესობას. კი. გამო. ეს ბიჭებს სალამი, აკაკის მანქანა არის, სანდრო ფოფხაძის ავტომობილი, ეს საბასი, ეს სამის ერთ გუნდში ხართ ხო? იასნია, ეს სამით ერთ გუნდში იქნებიან, რა თქმა უნდა. აქეთ უკვე აზერბაიჯანელებმა გადმოინაცვლეს ფარიდმა, ხაილას მანქანა, დრასტი და ლუკიჩაც ჩაგვიტენეს აქ აზერბაიჯანელებში დაგვიჩაგრეს ჩვენი ძმა და ლუკიჩ რა ხდება, სად მოხდი? მერა, შემოგევლოს ჩემი თავი ჯიგარი ხარ? მოგწონს? სალამი წარმატებები. ირაკლის და ეს კიდე ბოლო ჩვენი კონკურენტი, ვისაც პირველი ხვდებით გოჩას. ესე თქვა პირველი შევხვდებით ტოპ 32-ში და ნებართვა აიღე წინა ვიდეოში კითხე. აუ, კალაძემ დამთხოვე. დაგთონება ხო? ხო, წინა ვიდეოში კითხე ნებართვა გაქვს თქო მიშენებისო და არაო და ეხა დღეს უკვე ნებართვა აიღო. ვიყავი პირადად იყავით. ძალიან კარგი. ვერი დამძდა. წამო ეხა უკნიდან გავიდეთ. წეღან გავიარეთ რამოდენიმე ვარჯიში. ასე თუ ისე დაუდუგავი 76 არის და ჩვენთან შედარებით ჩატია, არ ველოდებოდი, ცოტა ჩქარიც იყო. მაგრამ მე ვერავინ ვერსად ვერ გამექცევა მეგობრებო, არ გეგონოთ რომ სადმე ვინმეს გაუშვებ ოდნავ მაინც. დღეს მხოლოდ ის מחარებს კიდე ერთადერთი ფაქტი გუშინდელი კვალიფიკაციის გამარჯვებიდან, რომ ყველა გარბენი მექნება პირველი, ვიქნები ლიდერი. ანუ ჯერ პირველი ლიდერს მე შემოგთავაზებთ მაყურებელს და მე ჩეის. აქედან გამომდინარე უფრო საშუალება მექნება ხოლმე ვიცოდე როგორი ჩეისი უნდა შევთავაზო ჟიურის და ეს מחარებს მხოლოდ კვალიფიკაციის გამარჯვების და მეორე ის მწყინს რომ მოხდი ყველაზე ძლიერების ესე თქვა ბადეში სადაც ჩემკენ არის შაკიც სევასტიან მალიხინიც სანდრო ფოფხაძეც და კიდე ბიჭებიც და ჯაბაც და ჯეკაც და მომიწევს ესე თქვა კარგი ბრძოლა დარწმუნებული ვარ ფინალში რომ მივალ უკვე ისეთი ნაბრძოლველები ვიქნები რომ იქიდან ჭეიშვილი იქნება, კირვალიძე იქნება, მათე იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, კარაქიანი პურივით გავანადგურებ, ესე ვთქვათ, ისეთი ნავარჯიშე მექნება. აი მოვიდა ჩემი ავტომობილიც. ეხა იქიდან ჩავა, მოკრუგავს და ჩვენ ადგილას, ჩვენი გუნდის წევრების ადგილას დაბრუნდება. ხო, აქ თქვენით უკვე GDM მანქანები ყავს, ორი ცალი შემოყვანილი. ეს დავითის ავტომობილია, ეს გიორგის ავტომობილია, ჩემი სეხნის. უბრალოდ ერთადერთი ამ ავტომობილში არ მომწონს რომ Mercedes-ი ზრავიდებს და ძალიან არ მომწონს ეს სიტუაცია იმას წამეთი. ეს მოკლედ ბაჩოს მანქანა არის, ამ მანქანით ორნი გამოდიან, ბაჩო და ცომაია ალექსანდრე და ერთ მანქანას ინაწილებენ, ესე ვთქვათ, ორი და ძალიან დატვირთვას აყენებენ. ეს ბოლო კიდე ჩვენი ახალგაზრდა მონაწილე არის ამ კომპაქტით. ილია, რომელიც სლალომიდან როგორც ვიცი და პარნებიდზე იღებდა მონაწილეობას და იქიდან გადმოვიდა დრიფტში და საკმაოდ კარგად დადის, ისე კარგად დადის, რომ უკვე ტოპ 32-ში ხედავთ და ძალიან მომწონს და მიხარია, რომ უკვე ახალი თაობა ნელ-ნელა გვემატება. ესე ვთქვა რა, მათე მოვიდა და იპოვა. მათე მოვიდა. ზუკი და სიკი.
კარგი შორტი. მაინც დაგეჯახე. მათი რეები დაგიწეყა რა არის ესა? რა სიტყვი რე? ზოგადად ჩვენი მეგობარი რეინოლის ლუბრიკანტებს ხმარობს და აქედან ხოდა ეგეც დამჭირდება ეხა შენთან კაკრას რო არ გეტყინოს. რეინოლის ლუბრიკანტები ასპონსორებენ და შესაბამისად მაგას არა, მე მასპონსორებ. გიო მოცა ბევრი რომ არ ატკინო, მაინც ჩვენიანიაო გაროჩი. ასე რომ ბევრს დავისხავ ეხა ლუბრიკანტს და გელოდების თარძე. კი ბატონო, აი თავარია პროტა რო გაყვები არ მოცურდე. ბაზარი არა. სწორად გამომყევი. ხაზეია. ზოგადად ამანქან შეგიძლია ადამიანები შეაშინო. ხმით აი მოკლედ გული გაუხეთო, შევიდე. მაგრამ ნუ ეგ უკვე გამომუშავებული მაქვს იმდენი აი კარტან ისე მედგა ხოლმე რომ რაღაც თვალებში რომ გაანათებ და ჩაგრება კარტა ხო გეტყვა, ეხა ჩაგრება. კარში შემოვალ ნახე. ამის გამო გავიკეთე თვალის ოპერაცია რომ იმსათვალ ვერ ხედავდი მეთქი იქნება ეხლა უკეთესად დავინახო და ახეთ ან ისევ ამ კასკით შემოდია რამ კასკას ბევრი მოგება აქვს წაგება რამდენი? ეს არის ორიგინალი მეულუდას ომოლოგაცია მოყვება ანუ შეიძლება უარენზე მოყვიდე 100 ლარა შეიძლება ისე 20 ლარი ღირს მაგრამ აქ თუ შეიძლება სადაც გინდა გამოდი მეულუდას დაცვა აქვს ჰომოლოგაცია. კი, საღო. აი დოთ ლიცენზიასაც მიართყავ და ეგ არის საღო. ნახე ვაფშე არ იგუნება რა აი ესეთი უნდა იყოს კაი კასკა მაგარი არ გაიგე. ბიჭო, რას ფიქრობთ? როგორი გარბენი გექნებათ? ისდეც. სანახაობრივი როგორი? ანაგებს სხვა გზა არა. სასწაული იქნება ჩემი აზრით. შევეცდები რომ ზუკასთან ახლოს ვიარო და მთელი ზუკას კორექციები დავამუშაო, როცა შეისევი. იმედი გააქვს შანსი არა. ჩეგარი. მომწონს თქვენი ამბიციები, მიყვარხართ, კოცნით, ალბათ ემის და თქვენიცით. სტოკის არკე გვინდა რომ ერთმანეთ ჩავა. ემი და სტოკის არკე? ხო. ო, მე ხილად ბორბალი კარებში შენ კარბონია მიჩვენე. ძმა? ორიგინალია? არა ძმა, არა ეს არის მეულდას კარბონი. ეგეთ თემუს რაღაცა უფრო დაბალი ვერსია ნახე და იქიდან არა, გამოვიდა. გივის კარბონია. გივის კარბონია ეს ბევრი წლის არის, არა. ბევრი წლის. აბა წარმატებები ორივეს. ასევე. დავაი, წამოდი გავისეირნოთ. წამოდი. აქით ესე ვთქვათ, სტუმრები არიან. ვაჩეისლავი არის 36-ით. მომწონს საქართველოს დროშით სახურავზე. ეს გიორგი ბოლშაკოვი. გამარჯობათ. ბოლოს ალექსანდრე ცომაია და ბოგდან ბოშკოვი ამ კომპაქტით, რომელსაც აქირავებს და რენჩი არის ეს მანქანა. ეს არის ჩვენი დღევანდელი კონფიგურაცია. მოდი პატარაზე შევახედოთ. აი ესაა ჩვენი კონფიგურაცია. აქედან ქვევიდან ვიწყებთ, აქედან არის სტარტი და ესე ვიწყებთ დრიფტს, აქედან მიუყვები და ეს ერთიანი ზონა არის, რა თქმა უნდა, დიდი. აქედან გადმოწყობაზე იქით პატარა touch and go გვაქვს, მე გადმოვიწყობთ ტრუბინების მხარეს და დიდი ზონა გვაქვს. მე ზაღმარზე ჩამოსვას პატარა ცხვირის კლიპი გვაქვს და გადაწყობაზე კიდევ ის touch and go რომელიცაა, იგივე touch and go არის ცხვირის კლიპი. მე იქიდან ერთი ზონა გვაქვს პატარა და გადმოწყობაზე იქ უნდა შევნელდეთ მაქსიმალურად ესე თქვა ძალიან არა, მაქსიმალურად სტაბილურად უნდა შევნელდეთ და ერთიანი და დიდი კუთხით შევიდეთ ბოლოს და იქაც კრუგი შევკრათ და უზარმაზარი ესე თქვა ტრაექტორია გვაქვს და ბევრი გადაწყობები, რაც ასევე როგორც ლიდერზე, როგორც შეიზე, ერთი შეცდომის როგორ ხა ერთი შეცდომას პატიობს თქო ესეთ არასწორი შეფასება იქნება, მაგრამ იმდენი ხო გადაწყობებია, იმდენი ჩასახტომი ადგილებია, რომ გვერდ ახლო იარო, რომ სადღაც პატარა შეცდომა, ესე თქვა შეიძლება დააბალანსოს სხვა მოსახვევებით რა, ანუ იმდენად გრძელი ტრასა მაგის თქმა მინდოდა. ეხლა მაგალითისთვის რო ავიღო GDS-ზე რა ტრასაც გვექნება, ერთი მოწყვეტა იქნება ხელმარჯვნივ, მერე გადმოწყობა, შენელება, ზონა და დიდუგას გადიხარ. ანუ აქ სადმე უკვე რომე აი ამ ტერიტორიაზე სადმე რომ რამე შეცდომა დაუშვა, უკვე ძვირად ფასობს, ესე თქვა იქ უკვე ერთი დაშვებული შეცდომაც, იმიტომ რომ ერთი გადაწყობა გექნება და ესე თქვა სანახაობრივად ვერ გამოასწორებ შენ შეცდომებს. და კიდე შესაძლებელია. მოკლედ ეხა უკვე 5 წუთი გადაასწრა გახსნის დაწყებას, ძალიან მალე გახსნა იქნება. ცოტა ხნით დაგემშვიდობებით, პირველივე შემიგარბენი არის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ადვილად გადავლახავ ამ პირველ დაბრკოლებას და მე ჯაბა იქნება თუ ჯეკა იქნება, იმათაც ძალიან მარტივად გადავლახავ, იმიტომ რომ არც ჯაბას არ აქვს ბევრი ნავარჯიშები და თვითონ ჯეიხუნის გუშინ წინ ჩამოვიდა საქართველოში და არც იმას. მე კიდე რამოდენიმე დღე განვლილი, ესე ვთქვათ, 5 შაბათი, 4 შაბათი
და პარასკევის დაუთმე ვარჯიშებს და დაახლოებით 8 წელი საბურავი მაქვს უკვე დამწვარი და ყველაფერი რეფლექსები ეს წერტილები ყველაფერი გამჯდარი მაქვს ტვინში და იდეალურად ვსვამ ყველა წერტილს და ეს კვალიფიკაციაზეც გამოჩნდა ქულებით და იმით რომ პირველი ადგილი დავიკავე. აბა დროები და შევხვდებით ძალიან მალე და იმედი მაქვს იხალისეთ მოგეწონებათ. ჩემი გარბენები რაც მთავარია, ხო არ დამოვიდეს. გამოიწერეთ ჩემი არხი რომ მალე ავიდეთ 33000 გამომწერზე რომ ის ავტომობილი რომელიც უნდა გახდეს შენი რომ გათამაშდეს. ხელს გუშლის ადგილი აღარ გყავს, აღარ ეტევა ჩვენთან უკვე ავტომობილი და ამიტომ მალე ვქნათ ეს ყველაფერი და მალე ავიდეთ უკვე 33000 გამომწერზე რომ ეს ავტომობილი გავათამაშო და ერთი ადამიანი გავაბედნიეროთ ესე ვთქვათ. რაც შეეხება ჩვენი გათამაშების წესებს, უნდა დაწეროთ კომენტარებში ჰაშტაგით მინდა მოვიგო გიორგი კოდუას დრიფტკარი, ოღონდ უნდა იყოს გადაბმულად ერთიანად და მე დააშორეთ და მე რაც გინდათ ის დაწერეთ, ან ამას რო დაწერთ თქვენი აზრი, სხვა მოწონებას, წარმატებებს რო გვისურვებთ ძალიან მაყოფილები ვარ, ძალიან გვაძლევთ და გვახარებთ. ეს შეგიძლიათ ცალკე კომენტარად გამოხატოთ, რომ თქვენი კომენტარებს უფრო მეტი, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა გქონდეთ გამარჯვებით. და რაც შეეხება გამარჯვებულების შერჩევას, შევარჩევთ ჩემს როგორც ვთქვი, გამნელი ვიდეოებიდან იმ მომენტამდე, სადაც ვიქნებით მისულები, ყველა ვიდეოებზე, სადაც ყველაზე მეტი კომენტარები იქნება, ესე ვთქვათ, რაოდენობით, ანუ მაგალითად ერთ ვიდეოზე არის 200 კომენტარი, მეორე ვიდეოზე არის 230 კომენტარი. ის გამარჯვებული 230-იანი ვიდეო მოიგებს და ბოდიში დეწამე და იქიდან, ესე ვთქვათ, იმ ვიდეოებიდან ამოვარჩევთ და კომენტარებს თვითონ პროგრამა ამოვარჩევთ და 10 გამარჯვებულს შევარჩევთ, რომლებიც უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდებით. აბა უსმინოთ ვთქვათ Top 22-ში დღეს გველის აი ძალიან დაძაბული გარბენი უდავ მოელი აქ. უდავ. ბოდიში ჩემი თანაგუნდელი საუბრობს ტელეფონზე. უდავ. გიწერ ჩემ. ერთი წამი რა. მოდი ბიჭო YouTube-ზე ვარ. ლაივია სმა, მოდი. დავოლოდოთ. 5 წუთიანი მიეცი? ხო, 5 წუთიანია იყო. ბოდიში ჩემ მეგობრისთვის. თქვენ 4 ერთად ხართ? კი, ჩვენ საერთოდ ორნი ვართ ამ ორის კონკურენტები. ჩვენ გუნდს დღეს არ გაუმართა, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ შევქმნით Auto Express Racing Team-ი, სადაც ვართ მე, უდავა, ანუ გიორგი გძელაშვილი და კირვალა. და ისე დაალაგდაბადე რომ აი top 16-ში თუ მოგიგე, ხვდები უდავას და იმანაც მოგიგო. და მე იქ top 8-ში თუ კირვალაც მოვიდა top 8-ში, ანუ top 8-დან აზრი არა აქვს. ვერ ხვდებით. პირდაპირ გეუბნები. როგორ ჩანს, რა ვიცი, შემიძლია მოგილოცო გამარჯობა, ჩემი მეგობარი ისე ნერვიულობს, რომ ინტერვიუზეც კი უარი განაცხადა და სხვა შორის პირველი შეჯიბრი გაქვს, ხო წვილში. პირველი შეჯიბრი აქვს ადამიანი. რამდენი წლის ხარ? 15 წლის ვარ. შეგუეზოდიან ხედავ. ახალგაზრდო, ბავშვებო, მიბაძეთ ადამიანს. და როგორი მანქანა ყავს, იცი? აი წყვილთარ ბოლაზეც ამით დადის, დრიფტსაც ამით დადის, სკოლაშიც ამით დადის და რა უეჭველი შეყვარებულს რომ მიაკითხავ, აი ხეცეთ განახოლმე ამ მანქანით და უდავ რასაპირებ? გარბენზე, იმიტომ რომ თქვენ ხვდებით ერთმანეთს და შენ როგორც ყოველთვის. ახლო გარბენები. თუჯი გამოსtildeება გაქვს. ან უდავ როგორც ყოველთვისო, ესე იგი თხელი გაზი თვივლიო, ზონებში რო ვიჯდეო, კიდე აგრესია და რაღაცა ერთხილად ფეხის წვერებზე ვივლიო და უნდა მოვიგოო რა. კაი წარმატებები ხალხო, უკომენტაროთ დატოვეთ როგორ ჩანს ეს ყველაფერი და რა უკომენტაროთ, რას დაალაგე, აზრი არ აქვს, ყვილა ალაგე. ეგრე ვერ მოხდება. ვერ მოხდება ეგრე რა. აი ხა უცბად და გამოიცვალე წადი ეგრე რა. მოდი ჩამოვართვათ. მოდით. ჩვენ შორის წაგებული eno ბიჭო წაგებულია ტენი მაინც არ დაგებული. ბიჭო ეგრევე დადებდა ეგრევე დადებდი. აი აქ გახსოვდეს ადგილი იქიდან აქეთ? ეხა აქედან იქიდან კი როგორია? მაგრამ წაგებული მაინც შენ გამოხო ხო? ემოციებიც კი გადმოხტები რა ჩვენ იქიდან დაგიზარდეთ. ვაიმე მათე, ვაიმე. რა კომენტარი აი არც ნახეთ უკვე როგორ გაიბერად მოიშვა ამ ყველაფერმა დამშვიდი
ერთი ახლოს იმიტომ არ მოდივარ, მეშინია ხოლმე პორშენი არ მომხდა, ესეთი ბოლი გასდის და ეგ ტურბინიზეთი არის. და რაღაცაობა იყო რა. არ მინდა ძმაო. თან ამან ეგ არა მანდილი. კაკრას რა. ამანქანაზე რო ლაპარაკობდით, მეთქი შენც მასეუბნებოდი, მეთქი რა ვერ ჩამოყავდი, დვისია ეს კომპაქტი და მეთქი ზუკამ თქვა რომ ჩემი ძრავიდევსო და შენ მოწმო რა თავის ძრავიდევსო მაგას ეგრე გონე ყველანაწილი ჩვენ გონდა ერთი რასპრედულით ესე მოვიდაო ჩადო და ჩემი სკამით მოხო სკამი და რემნებია ჩემი აი ის აქ მანქანას რაში სკამი და რემნებია ჩემი და ძრავის ნაწილებიც ხო არის რასპრედვალი რაღაც არის გაგასე კარგია მისი არ მე ის უფრო მაინტერესებს აი რაღაც თემა რომ მოჭროდა და გაყოფა რომ იდის მანქანის და ძრავი რასპრედვალს შენ ძმებში ყოფ ხოლმე ეგრე რაღაცებს მიგაქვთ მაგრამ ჩვენ ისეთ ძმები გვაქვს რომ არ ყოფთ ვისი არ ამშობდით ამეტი რა პირდაპირ რა ტირილი ამდენიც რემლისა შეინახოს არ იცის. ტირილი ფინიშზე მე კი ბატონო კარგი ხო გახსოვთ? წაგებული, დარწმუნებულია რომ სულში გახტება. მომწონს თავდაჯერებული ბიჭები დიდი მადლობა თან მეათე კლასში გული დაუჩვეთი ის უნდა ამოვიღო კიოსუნგით ვიყავი მე შენ სტანტით იყავი აუ კაი იყო ვიცინეთ რაც ეს დაენძრა კაროჩი ზუკა ეხა რო დაგვირთი დაიწყებთ იქ ცოტა ახლოს შევუდექი და იქ რო დაიწყეს მარტო იქ ურტყი რამოდენიმე რა მე რა გამოუშვი აქ რო გამოვა იქ აღარ შემოყვე ანუ ჩამოშორდი რომ გადმოეწყოს ანუ ადგილი მიეცი რომ გადმოეწყობა შენს ადგილი დაიტოვე რომ კარგად გადაეწყო და აქ როგორც მოვა ეგ რო შემოხვალთ აი აქ რო წამოვა უკვე რა დაღმართისკენ 1-2 დაღმართში მიეცი ოღონდ ისე ლაითად მიეცი რომ იქ დაღმართზე არ დაატრიალდეს რა 1-2 აი აქ მიეცი პატარა და მე მესამეს ფინიშზე პირში მივცემ და ეგ იქნება ფინიშზე იმენა მიეყოდე ბოლომდე იმენა მიედე იქ რო ჩამოხვალთ იმენა მიედე და ერთად წამოდით რა. პატა რო იგრძნობ რო შეგინელებს იქ ტორმოზე დაჯდე როგორც მე შეეხებით ეგრე ტორმოზე დააჭერს. რო იგრძნობ ძალიან ზედმეტად არ მიაწვე, მოხდი? რო აი ისე არ გამოჩდეს რაც მე ულდა მთქვა რომ ყველა იმას ინდივიდუალურად შევაფასებთ რა. ისე არ გამოჩდეს რომ ძალიან მიაწვე. So ვიწყებ დაგვიანებულ გახსნას, მე გავიქეცი მეგობრებო და ნახავთ ძალიან რა კაი კამპეტია. ძალიან მაგარი კადრები. მადლობა მაგილას კამპეტიას. აბა დროებით. მადლობა ყველას და ჯენტლმენებო, გთხოვთ ამოქოქოთ თქვენი მოსტრები და დავიწყოთ ეს. სტარტი ძალიან დააგვიანა სტარტის აღება გოჩა ბატიაშვილმა როგორც ხედავთ მოწყდა გიორგი კოლტუა და ძალიან კარგად იღებს პირველ ზონებს რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის ბატიაშვილი მას ჩამორჩა თავიდანვე და ცდილობს რომ დაიწყოს თუმცა რა თქმა უნდა უპირატესობა ძალიან შესამჩნევია გიორგი კოტუასი ამ გარბენის მიმდინარეობისას ხედავთ რომ იდეალური ლიდრანი აქვს აქ გიორგი კოტუას და შორი ახლოს პრინციპში ბატიაშვილის მიყვა თუმცა რა თქმა უნდა ქონდა უამრავი შეცდომები როგორც ხედავთ კოჩა ბატიაშვილი მზად არის გიორგიც მზად არის და გვაქვს მეორე გარბენი ამ წელს თუმცა ძალიან უჭირს სტარტის აღება კოჩა ბატიაშვილს დააგვიანა თითქოს ძალიან ნელი სტარტი ქონდა მაგრამ შემდეგ ჩაყენებაც არ გამოვიდა პრაქტიკულად და არ ვიცი ეს გარბენი ამ გარბენის შესრულება მას აშკარად რაღაც პრობლემები აქვს ავტომობილთან დაკავშირებით. სამწუხაროდ როლში პირველი მოგოჩინება ჯეიკო სულეიმანზე. ერთ-ერთი საუკეთესო აზერბაიჯანელი დრიფტერი, თუმცა მას easy შემდეგ როგორ იქნება მისი პირველი დუეტი. ის შესაბამისად იდეალურად მას და ზონებში
უნდა პრინციპში შევიდა, თუმცა შენელდება სერიოზული და შემდეგ მაგის შემდეგ პრინციპში ყველაფერი ასე თუ ისე მან ხალხონზე შეასრულა, მაგრამ რამდენად იქნება საკმარისი და ყველაფერი. პირველი მონაწილე ცნობილია, ეს გახდა გიორგი კოტუა, რომელიც კვლავ დაუმარცხებელია და არაპირებს ჯერჯერობით, რომ ვინმეს რამე დაუთმოს. საინტერესოა ვინმე რომ იგი ამ მომენტისთვის საქართველოს მოკლედ გადავიდით უკვე ვართ ტოპ 8-ში. ეხლა ხვდები სანდრო ფოფხაძეს ტოპ 8-ში მეგობრებო. დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოვიპოვებ ძალიან კარგ გამარჯვებას და მის მერე სამწუხაროდ უნდა შევხვდე სებასტიან მალიხის ჩვენ გუნდელს, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დავამარცხო, იმიტომ რომ სხვა ვარიანტი არ არის, ესე ვთქვათ. სხვა ვარიანტი არ არის ფიზიკურად, სევას დამარცხებაც მიწევს, რომ გადავინაცვლო ფინალში და ჩემი აზრით დაუპირისპირდე დავით ჭეიშვილს თავის მონსტრი 30-ზე და დავდოთ ძალიან მაგარი გარბენი და რა თქმა უნდა იქაც მოვიპოვო გამარჯვება. პატარ-პატარა რაღაც გარბენები იქნებოდა, უკვე რომელსაც ნახავდით ჩემსას, იმედი მაქვს მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დააკომენტარეთ ჰაშტაგით მინდა მოვიგო გიორგი კოდუას დრიფტკარი. ახლა კი უყუროთ ევას, ნახოთ რა შვება. კარგი არის, ნახეთ, კარგად მიყვება. იმის მიუხედავად რომ ლიდერი ძალიან ცუდი არის. იმის მაგის მიუხედავად ძალიან კარგად მიყვება რა.
გაგრძელებს დაუმარცხებელი გიორგი კოტუა, რომელიც ჯერჯერობით ვერ შეძლო რომ შეეჩერებინა და ნახოთ ნახევარხუთი შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება გიორგი კოტუა უბრალოდ წარმოუდგენელია. ერთი შეცდომა გიორგი კოტუასთან რა თქმა უნდა არ გეპატიება. ერთი მიზეზი შეცდომას დატალია. უნებების შეუქმნას გიო next ეგეთ ტოპოთ ცნობილია ეს კი გახლავს რა თქმა უნდა დაუმარცხებელი გიორგი რომელიც გადასრული ხელებით დაეუდება დამწარებული ფინალში დავით ჭეიშვილისა და მათე როჭიკაშვილის შორის გამარჯვებულს. ერთი ყველაზე მეგობრებო, მოკლედ ვიმყოფები უკვე ფინალში. ხვდები დავით ჭეიშვილს, თავისი ბობოლა და ბაღბახა E30-ზე და მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლო. ჯერ პირველი მე მექნება ლიდერანი, შევხედავ დავითი რას იზავს, როგორ გამომყვება და იმის გამომდინარე მე ფინალს შევთავაზებ სათანადოს მაყურებელს, არც ერთ მტკაველს არ დაუთმობ დათოს. აი სულ პატარასაც კი არ დაუთმობ. როგორც იტყვიან სულში ჩავახტები მეგობრებო. ეხლა კი ვნახოთ მაჩიტა მაგარ ბარნაუთებს შემოგთავაზებს, სპეციალურად დაპატიჟეს და მაჩიტა მაგარ ბარნაუთებს შემოგთავაზებს და პლუს მელოდი კიდე შემოგთავაზებს მაგარ შოურანებს. ნახოთ რა იქნება. ისე ხორდა ავტო გადასული თუ არ მოვა ამ ბილეთის ფლოველი ორი ადამიანი მაშინ რაღაცა პაკეტს მანქანას და ვაჩი ყველაფრით რაც კი არის ამ იუარენაზე ჯაჭვები, თოკები, ხალხი ადამიანები მოწყვეტენ ვაჩი აბა ვნახოთ ახლა იმედია ერთად არიდრიტავებენ და რაღაც სხვა რამე შემოგთავაზებენ. ნახე პირველი არის სანომრე იყო ლაივში ტყნასი სახელი კი არ ვიცი მაგარი ნომერი აქვს ტყნასი მაჩიტო მისტერ გიგი ჩაჭდება ნახე ნომერი მეულებთან მოდი ტყნასი მივეკაროთ ახლა ამ ამბავს
ახო გეუბნებოდით მაჩიტას მანქანას ვერ ვაჭირ. მოპრინას მეუბნები. მეუბნები და გიგი მოპრინა. იბატონ, აუ. რამდენი რამე კვარტა გადატანილია. მაჩიტამ გვაჩვენა როგორ უნდა არ ვიცი იქის აფეთქებამდე მიხუდი ადგილზე როგორ უნდა დაწვა ყველა ბორბალი ორ წამში და როგორ შეიძლება ძრავი იფუთხებოდეს რაღაცებს რა მოვარდა თან რაღაცა ნივთები დაგვიტოვა მაგალითად აი მაჩიტას ბარნაუტებს და ჩვენ გვაქვს ესეთი გამოწვევა ვიწევთ მას ქუჩას თავის მერსედესით რომ დაგვიბარნაუტოს შემდეგ რაუნდზე. აბა ვეოდებით მასკვას თავის თოთი. სტაში დამოდის მეტი. სტაში წავედი, ახლა უკვე ნახევარ ფინალები და ფინალები იწყება. Hello, cantat garut şauç diziyle. Ay eklekiyor bir yaşayın aslan. დაწაფული მომენტი ეს არის კულმინაცია და ვისი ბრალიც იყო ეს დაჯახება ის დამარცხდა მეტი ვერ გააჩერა აი ამ მომენტში
შენელდა დავით ჭეიშვილი და მის ბრალი იყო ეს კონტაქტი. თუ ზედმეტად სწრაფი იყო გიორგი კოტუა, ესო გადაწყვეტილ შეურებ ნახოთ. ესეთი ნაილი დღეისმა არავინ არ ყოფილა. ეს მომენტია ნამდვილად. გამეორებით დაგვირდეთ კიდევ ერთ. რავი დამხვდა რომ გადმოვეწყე. გაჩენდა? ო, რავი ნახო ჯიური. ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი დღევანდელი ფინალის კულმინაციური მომენტის მომსრენი ვართ. გადაწყვეტილება მიღებულია და მეორე ეტაპის გამარჯვებული გახდა დავით ჭეიშვილი, რომელმაც დაამარცხა დაუმარცხებელი და გახულესი ამოცანა შეასრულა დავით ჭეიშვილმა და მოახერხა. Bravo დავით ჭეიშვილს და რა თქმა უნდა აპლოდისმენტებით დავაჭრეთ ლეგენდა გიორგი კოტუა, რომელიც კვლავ ინარჩუნებს პირველ ადგილს ჩემპიონატში და შეჯიბში და ღონისძიებაში მათარა ჭიკაშვილი. დავაჯილდოვებ მე ღონისძიების ხელმძღვანელი. პატარა თასუკა შეხვდა შენ დღეს. მეორე ადგილი ჩემპიონატის ლიდერს გიორგი კოტუა. 200 ლიტრი რა თქმა უნდა ვისოლისაგან, სუპერი. აჰა ძმაო. გამარჯვებული დავით ჭეიშვილი. მაიცა გვაცადეთ. იო გვაცადეთ, ცოტა ხანი გვაცადეთ. ნუჩქარობ ფოტოებისთვის არ დაიშალოთ. 300 ლიტრი ვისოლისაგან. ავტოკრავთისგან. პირველი ეს სელფი. ეხა შეგიძლია იწუწაოთ რამდენიც გინდათ. დიდი მადლობა მომბრძანებისათვის. ჟიურიც აბანავეს შამპანიურის კაფში შვენიერი იყო. გაწრება თუ შუშად გაწ. ჩიტა როცა გაწვინდა. ჯერ არ გამიტეში უნდა მოხმოდეს ახალს ან ისევ მაგას. მეგობრებო, მოკლედ დამთავრდა დღევანდელი დღე. ჩვენთვისაც და სხვებისთვისაც მარტო ჩვენს არ დამთავრებულა. სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ დავიკავეთ მეორე ადგილი და შეგვხვდა ძალიან პატარა და არასახარბიელო თასი. მოკლედ ორი სიტყვით რომ მოგიხსნათ, კადრებს ნახავთ ყველაფერს. კი არა, შეიძლება უკვე ნახეთ, არ ვიცი ზუსტად. გადაწყობაზე ქვევით. კარგად. რო ჩავდიოდით, ძალიან დიდი ბოლი დააყენა დავით ჭეიშვილმა, როცა ლიდერი იყო და ვერ ანუ ბოლიდან გამოვედით ვარ და გაჩერებული დამხდა. ვეღარ შევანელე მეტი ფიზიკოდ მაქან და ჩვენ შორის მოხდა კონტაქტი, რომელიც დამბრალდა მე. სამწუხაროდ მე არ ვთვლი რომ მე და ჩემი ბრალი იყო, იმიტომ რომ ძალიან კრიტიკულად შენებული დამხდა, მაგრამ ჟიურიმ ჩათვალა რომ შემეძლო ამის დამუშავება. და არ დავჯახებოდი ესე თქვა დავით და მაგის გამო მომწეს წაგება და მეორე ადგილი. რას ვიზამ, ყველაფერი ხდება ძალიან მალე, სულ რაღაც ერთ კვირაში შევხვდებით GDS-ის ჩემპიონატზე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. აბა დროებით გამოიწერეთ ჩემი არხი და გამოიწერეთ ჩემი არხიც, აღწერაში იქნება. გამოიწერეთ აქ. გიგას არხიც გამოიწერეთ და რაც თავარი არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ კომენტარებში დაწეროთ ჰაშტაგით მინდა მოვიგო გიორგი კოდუას დრიფტ ქარი. არ დაგავიწყდეთ. იაქტიურეთ და მხოლოდ ერთ. ჩემი დრიფტ ქარი. რა? შენ დრიფტ ქარზე რა? რა ხდება? რომ მოიგონ ხალხმა, ეს არა სხვა. მე სვაპირებს სხვათა შორის უეჭველი. და კომენტარებას რაღაცეებს, რომ ერთი 5-იანი პაუზა მაქვს. აბა დროებით მეგობრებო, გემშვიდობებით და მანქანა სულ მალე შევხვდებით. აჰა, მანქანა ხომ ჭირდება? მანქანა ხომ ჭირდება ასე რომ გათამაშებაში მონაწილეობას ვიღებთ ჩვენს.
მე ამ კადრში ვაფშე არაფერში ვაში არა ვარ, შემთხვევით გავიცი. მანქანა უნდა წამოვიყვანოთ მოკლედ რა უეჭველი და აქ მე რაღაც კონკურენციები და რაღაცეები და კამერასთან მეტი ვიმუშაოთ, გაიგე და უკეთესი ვიდეოები შემუშავებ ხოლმე კამერასთან. არაფერში არ მუშაობ მე? არა? არა. კამერასთან მუშაობ, რაც მინდა მე. მე კიდე კამერა მინდა. არა. მართალი ხარ მაგაში არ შეგეწინააღმდეგე. всё. კარგად მეგობრებო. ეს არის ჩემი კომენტარი. მორჯა.